მოდით უცებ ვნახოთ დღევანდელი დღის ენერგია არკანების მიხედვით და ვნახოთ ასევე რა გველოდება სასიყვარულო სფეროში, რა არჩევას მოგცემს ტარო დღეს და რა გველოდება ფინანსებში. პირველი გვაქვს დღის არკანი და ეს არის იეროფანტი. დღეს უნდა იხემწყვალოთ თქვენი სიბრძნით, თქვენი სულიერი ღირებულებებით და მოусმინოთ თქვენ შინაგან ხმას. ანუ ეს არკანი გვახსენებს, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი კავშირი მაღალ ძალებთან და აი ეს კავშირი დღეს იქნება მნიშვნელოვანი და განსაკუთრებულად ძლიერი. შეიძლება გქონდეთ გარკვეული შთაგონება, სურვილი, რომ ასწავლოთ სხვებს რამე, ან მოусმინოთ თქვენს მასწავლებელს, რომელიც დაგანახებთ სიმართლეს და ეს მასწავლებელი შეიძლება პირდაპირ გაგებით არ იყოს, უბრალოდ იყოს ადამიანი, რომელიც მიგინათებთ გარკვეულ თქვენს მხარეებზე, რომელსაც უნდა მიაქციოთ ყურადღება. შემდეგი არკანი ეს გახლავთ სიყვარულზე ამოვიღებთ ეხლა არკანს და ვნახოთ რა მოგვივა. შვიდიანი თასები. ეს დღე სასიყვარულო სფეროში ახსოვს იქნება ოცნებებით და ილუზიებით და სურვილებით. დღეს გაფრთხილებთ, ასე ვთქვათ, შვიდიანი, რომ არ დაკარგოთ არჩევანი, ბევრი გაქვთ და არ დაკარგოთ ის მთავარი, რომელიც არის ყველაზე მნიშვნელოვანი. დააკვირდით, რას ირჩევთ. ემოციები შეიძლება იყოს ძლიერი, მაგრამ ბუნდოვანი და ეს დღე გვასწავლის, როგორ განვასხვაოთ ნამდვილი სიყვარული ფანტაზიისგან და წარმოსახვისგან. ვნახოთ ახლა რა რჩევას მოგცემს დღეს ტარო. და ტარო გვეუბნება იმოქმედე, იმიტომ რომ მაგი შეგახსენებს ყველაფერი შენ ხელშია. დღეს განსაკუთრებით ძლიერი ენერგია შექმნის ახლის დასაწყებად. თუ შთაგონებას გრძნობთ, არ დაელოდოთ, გამოიყენეთ თქვენი ნიჭი და ძალა თქვენი ოცნების ასასრულებლად. მთავარია გჯეროდეს საკუთარი თავის. ფინანსებზე ამოვიღე ბოლო არკანი და ნახეთ ხუთიანი პენტაკლი, ეს არკანი მიუთითებს შიშზე და საკუთარი თავის გაუფასურებაზეც სხვათა შორის, იმიტომ რომ ნახეთ აქ გაქვთ თქვენ გასაღებიც ჩანს, აქ კარებთან ხარ. შეგიძლია რომ გასაღები გამოიყენო, შეხვიდე და დაგხვდება შიგნით ფინანსური წარმატება და ყველაფერი, მაგრამ ამას არ აკეთებ, ამის ნაცვლად ზიხარ დარდში და რაღაცაზე ფიქრობ და ამ დარდში და ვაებაში ვერ ხედავ სინამდვილეში შენს შესაძლებლობებს, რომელიც რეალურად გაქვთ. ამიტომ მიმოიხედეთ და ნახავთ, რომ ბევრია შესაძლებლობა გამოიყენეთ, მით უმეტეს რომ აგერ რჩევაშიც ამოგვივიდა, რომ შენ ხარ მაგი, შეგიძლია გააკეთო ყველაფერი ის, რაც გინდა რომ განახორციელო და უფრო თამამი იყავი და ბევრ ფიქრს და დარდს ნუ გაყვები, მიმოიხედე, გამოიყენე შენი შესაძლებლობები. წარმატებულ დღეს გისურვებთ, მეგობრებო.